მომხდარი სისხლიანი ანგარიშტორების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე 3 პირი ხავს. დაკავებული განზრახ ჩადენილი მკვლელობის მცდელობა, იარაღის უკანონო შენახვა, ტარება და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდება. ეს არის ის მუხლები, რითაც ახლა დაკავებულებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ედავება და დაკავებულები ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორში ელოდებიან ბრალის ოფიციალურად წარდგენას. როგორც ირკვევა გამოძიებით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტი მოტივით მიაყენა ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზიანებები 3 დაჭრილ ახალგაზრდა მამაკაცს და ასევე ოფიციალური ვერსიითვე დგინდება, რომ ეს ბრალდებული შემთხვევის დროს მარტო არ იმყოფებოდა, მასთან ერთად 2 მეგობარი იმყოფებოდა, რომლებმაც მოძრავი ავტომობილიდან გაუხსნეს ცეცხლი გუშინ საღამოს საათებში ქვემო ფონიჭალაში ახალგაზრდა მამაკაცებს და ამ მეგობრებმა აღნიშნული დანაშაული დაფარეს. არ მიაწოდეს ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს და სწორედ ამ მძიმე დანაშაულის დაფარვის მუხლით მიმდინარეობს 2 დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება. რაც შეეხება მომხდარს, როგორც გითხარით, უწუხელ საღამოს საათებში მოხდა, როდესაც 3 მამაკაცი, მათ შორის 2 ძმა საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ და მოძრავი ავტომობილიდან უკვე დაკავებულმა ბრალდებულმა ცეცხლი გაუხსნა და 3 ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობა სცადა. თქვენს განყოფილებასთან 10 მეტრში რომ ადამიანებს ესე ესვრიან და 5 გასროლა იყო თითქმის და 3 ადამიანს ჭრიან, ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რა პასუხი აქვს? არ ვიცი, ალბათ მოდი გესასწრებია. არ უბრალოდ მაინტერესებს თქვენს გვერდით ესეთი გასროლა რომ ხდება და ადამიანებს დღის იჭრიან? შინაგან საქმეთა სამინისტროს რა პასუხი აქვს, როდესაც ორნაბიჯში ხდება ესეთი რაღაცა დღის შუქზე და 5 გასროლა 3 ადამიანს ჭრიან და ასე შემდეგ. არ შეგიძლიათ ამ უპასუხოთ ამაზე? დღის ითმზისით, როდესაც 3 ადამიანს აქ განყოფილებასთან გიჭრიან, ამაზე რა სიტყვით და რა უპასუხოთ? ეს გაქცევთ პასუხს, პრესტაჟს მინდრავს გამოძიება. გამოძიების ინტერესებს ვარგებთ ყოველთვის მოგეცეთ. ისეთი ხმა იყო მემაგონა დაინგრა სახლი თქო და რაღაც მანქანები შემოვიდა გაიარა საკეთ და აი ეს სავინახე მე რომ ბევრი ხალხი იყო ბავშვები გამორბოდნენ და ის 2 კაცი მესამე ციხიდან მორბოდა აი ზემოთ იქიდანაც ისე მუქარიკი და მიხადე პოლიცია იქდა და შემოღობილი იყო არ ფიქრია და გასროლის ხმა გქონდათ? ბატონო გასროლის ხმა. კი მარტო გასროლის ხმა და ეს ხდება ხოლმე ხანდახან და თქვი ვიღაცა დასვამია იარაღიად და ისროლა ხმა გავიგონე აი რამოდენიმე სროლის გავიხედე და ბიჭების ალია ფოთი იყო ჩემი შვილიშვილი და რძალი იყვნენ ეზოს ისე შემეშინდა და ორეკე სწრაფად ამოირბინეს ვერაფერი ვერ გავიკეთე ისე შემეშინდა რაღაცა სროლა რო გავიგო ხო, გაიგონეთ ესე იგი გასროლის ხმა. რამდენი იყო გასროლა დაახლოებით? ვერ გავიგონე რა მოხდა და მე რეთქვის რომ დაჭრესო და ეს ჩვენი მეზობლები იყოფიან, მეტი არაფერი არ. ძმები ხო? ხო. გაიგეთ ხმა? კი ხმა როგორ გავიკეთე რამდენჯერ იცროდეს? არ ვიცი შეხები მაგისი არ ვიბერქალი აი ესთან ეს მგონი ერთი იყო და დიდი იყო თქო ეს მაგრამ ბომბი გასკრა თქო. რაც შეეხება დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობას, 3-ვე დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში 2 მათგანი რჩება, საიდანაც ერთ-ერთს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა და ერთ-ერთი დაჭრილი უკვე ბინაზე არის გაწერილი. როგორც კლინიკის წარმომადგენლები ამბობენ, სტაბილურია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და უახლოეს პერიოდში 2 მათგანის გაწერაც მოხდება, თუმცა ამ ეტაპზე მაინც მიმდინარეობს კლინიკის თანამშრომლების და მედიკოსების მხრიდან დაკვირვება და მათ შორის კვლევების ჩატარება. გუშინ თვითინებით კლინიკა პინეოს მომართა 3 პაციენტმა 3-ვე მათგანს აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა მიდამოში დაზიანებები, გაეწია შესაბამისი მკურნალობა. ერთი მათგანი დილას გაეწერა ბინაზე და თავს ხრწნობს კარგად, ერთ პაციენტს დასჭირდა მცირე ქირურგიული ჩარევა, ერთი აგრძელებს დაკვირვებას სტაციონარში. დაზიანებები მიყენებული არის სხეულის მიდამოში, კიდურებში და სავარაუდოდ არის ცეცხლსასროლი ჭრილობები. ამას უკვე შესაბამისი სამსახური გვეტყვის. ერთ პაციენტს, რომელსაც აღენიშნებოდა კიდურის არეში ჭრილობა, მას დასჭირდა ქირურგიული ჩარევა, ერთ პაციენტს ჰქონდა მსუბუქი დაზიანება ხელის მიდამოში, გაეწერა ბინაზე და ერთი პაციენტი რჩება დაკვირვების ქვეშ, რომელსაც ფეხის მიდამოში ჰქონდა, თუმცა სტაბილურია და არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს. განზრახ ჩადენილი მკვლელობის მცდელობა, იარაღის უკანონო შენახვა, ტარება და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის მცდელობა. ეს არის ის მუხლები, რომლითაც ედავება ახლა დაკავებულებს ბრალდების მხარე და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.